მოგესალმებით, თქვენ ვიყოფებით ახსე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი, ვაგრძელებთ PHP გაკვეთილებს. ამ ვიდეოში განვიხილავთ სესიას. სესია შეგვიძლიათ გამოვიყენოთ იმაში, რომ თქვათ PHP საიტი რო გვაქვს რამდენიმე გვერდი, ერთ გვერდზე ამ შემთხვევაში, როდეს ავტორიზაციას მოვახდენთ, შევინახოთ ავტორიზებული მონაცემები და შემდეგ თქვათ სხვა გვერდზეს რო გადავალთ home-ში, new-ში, ან საერთოდ header-ში გქონდეს და ნებისმიერ გვერდზე გამოჩნდეს ჩვენი მონაცემები. და შემდეგ რა თქმა უნდა მონაცემების გამოყენება სხვადასხვანაირად შეგვიძლია. თავარია ამ შემთხვევაში ჩვენ ვისწავლოთ როგორ ავსახოთ საიტზე ავტორიზებული მოხმარებელი სესიის დახმარებით. ანუ სესია ინახავს მონაცემებს და შემდეგ ყველა გვერდზე შეგვიძლია ამ მონაცემებთან წვდომა. ბრაუზერს რომ დავხურავთ საერთოდ მერე წაიშლება ეს სესია, მაგრამ სანამ ბრაუზერი გახსნილია, საიტი თქვა დაარეფრეშო ან რაღაც, ეს პრობლემას არ ქმნის და სესია არ იშლება. ანუ ჩვეულებრივი ცვლადი რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში წაიშლება PHP-ში რო გამოვაცხადოთ, მაგრამ სესია დარჩება. რაც შეეხება კონკრეტულად მოდით სესიის გამოყენებაზე გადავიდეთ. მე აქედან მიხელმძღვანელებ მაგალითად, ანუ საწყისად გვინდა სესიის სტარტი, ასეთი ფუნქცია უნდა გამოვიძახოთ, მოდით დავიწყებ და ეს ყოველთვის უნდა იყოს იმ გვერდის თავში HTML-ამდე, რომელზეც გვინდა სესიის გამოყენება. ანუ სესიის სტარტი არის ფუნქცია, რომელსაც წერთ თავში, რომ გამოვიყენოთ შემდეგ სესიასთან მუშაობის ცვლადები რა, ასე ვთქვათ. კარგით, სესია სტარტი აქ დავიწყეთ და შემდეგ, როდესაც ჩვენ აი აქ ავტორიზაცია, როდესაც მოხდება, მონაცემებს როდესაც მივიღეთ, მაგალითად full names, მოდით ეს full name-ი შევინახოთ სესიაში. ამისთვის წერთ session, ოღონდ ეს უნდა დავწეროთ სესია უნდა დავწეროთ დოლარის ნიშნით, შემდეგ ქვედატირით და ასე session. ამის შემდეგ ოთხკუთხედი ფრჩხილები, ბრჭყალები და ამ ბრჭყალებში რაც გვინდა, ის შეგვიძლია დავარქვათ მაგალითად name ვთქვათ მოხმარებლის, ან როგორც აქ არის ვთქვათ full name. არ აქვს მნიშვნელობა აქ რას დავარქვათ, უბრალოდ შემდეგ რასაც დავარქვათ, ისე უნდა გამოვიყენოთ. და ამას მივანიჭებთ ამ შემთხვევაში, თქვათ ამ rows full names. ანუ ვინც დალოგინდა, იმას ვანიჭებთ. ანუ ავტორიზაცია მოხდა ამ სახელი და გვარის და აქ მიენიჭება. მოდი ვნახოთ. ახლა არ გამოჩნდება რომ მიენიჭა, მაგრამ შემდეგ ამასაც ავამუშავეთ. თავარია თქვათ დავლოგინდეთ, თქვათ ეს პაროლი 123, შესვლას რომ მოვახდეთ, აქ დაწერა ავტორიზაცია მოხდა, სესიასაც მიენიჭებოდა, მაგრამ თქვათ home გვერდზე რომ გადავალ, მოდით დავუბეჭდოთ აბა ეს სესია. ამის დასაბეჭდად ჩვენ უბრალოდ აი როგორც ვანიჭებთ, ასევე უნდა დავუბეჭდოთ თქვათ თავარ გვერდზე. აი თქვათ აშერთამდე იყოს ამ შემთხვევაში, ისე აშერთში იყოს. თქვათ მომხმარებელი და შემდეგ PHP კოდი. ერთი წამით. ამ PHP კოდში აქ ჯობია რომ თქვათ if-ით დავწეროთ და თუ არსებობს, ანუ ისეტით ეს სესია, ანუ full name თუ არსებობს, ამ შემთხვევაში დავუბეჭდოთ და თუ არ არსებობს, მაგ შემთხვევაში უკვე თქვათ დავუბეჭდოთ, რომ ან საერთოდ არაფერი დავუბეჭდოთ, ან ერთში დავწერთ მაგ შემთხვევაში, რომ არ არის მოხმარებელი დალოგინებული. პრინციპში ასე შეგვიძლია რა, მოხმარებელი
ასე და შემდეგ აი ამას დავუწერთ აქ. ან თუ მოხმარებელი დალოგინებულია ასე და ესე წერება, თუ არა და არ ხართ ავტორიზებული, თქვათ. ოღონ ესეც დავბეჭდოთ. გაიარეთ ავტორიზაცია, თქვათ. გაიარეთ ავტორიზაცია. კარგით. მოდით აბა ნახოთ ეს full name თუ არსებობს, თუ არის შენახული. გაიარეთ ავტორიზაცია. ესე იგი არ არსებობს, შეიძლება ეს დარეფრეშებული არ ქონდა ეს გვერდი ლოგინის როდესაც ვაკეთებდი. ან კიდევ ეს მაქვს არასწორად, მაგრამ ეს სწორად უნდა მქონდეს, ამიტომ მოდი თავი დავცადოთ რა. ესე იგი შევიყვანოთ, არა აქ უნდა შევიყვანო მეილი, ამ შემთხვევაში ნიკა, პაროლი არის 123, შესვლა, ავტორიზაცია მოხდა და თავარ გვერდზე როდესაც გადავალ შეცდომას წერს, მოდით გადავხედოთ. მინიჭება პრინციპში სწორად მიწერია. უბრალოდ აქ ის პრობლემა არის, რომ როგორც თავიდან გითხარით, უბრალოდ დამავიწყდა. თქვათ, როდესაც სესიასთან ვიწყებთ მუშაობას, აი ეს სესიონ სტარტი უნდა დავწეროთ თავში და მე არ დავწერე. ანუ აქ უნდა ეწეროს ეს session start. ნუ აქ ახლა სადაც ფუნქციას ვაიმპორტებ, შემიძლია მანამდე დავწერო რა. იგივე PHP ტექსტში. ანუ სესიას ვერ აღიქვამს თუ ეს ფუნქცია არ დავწერე. აბა ნახოთ. აი ამ შემთხვევაში დაწერა, რომ მომხმარებელი არის ნიკა გაგნიძე. ძალიან კარგი. ნუ თუ მინდა რომ header-ში გამოჩნდეს, ეს პრობლემა არ არის. header-ში დავბეჭდავ პირდაპირ, უბრალოდ ამ შემთხვევაში header-ი ისე მაქვს, რომ header-ები მაქვს ცუდად რა, ცოტათი. აი აქ მაქვს, ბადიში მაქვს ეს header-ი. მოდით ამ header-ს მე თლიანად ისე გავიტან, რომ პირველი session start-ი მოუწიოს header-ში თავში. თორე მაგალითად ახლა header-ში რო გავიტანო ეს ლოგიკა. მაშინ მაინც session start-ი აქ დაჭირდება index.php-ში, news.php-ში და ასე შემდეგ. ნუ მაგას მე გამოვასწორებ. ამ შემთხვევაში ეს მინდოდა მეჩვენებია და პლუს ისიც რა არის თუ ლოგაუთი გვინდა. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა რამე. მოდით აქვე შესვლასთან მივაწერ ამ შემთხვევაში ლოგაუთს. ნუ ზოგადად PHP-სთან მუშაობა რთულია, ამიტომ პირდაპირ PHP-ში აღარ წერენ ხოლმე ასეთ რაღაცებს, უბრალოდ back-ის ხარეს იყენებენ. PHP-ს მეტად თვითონ Laravel-ს, მაგრამ თუ რატო არის რთული იცით, აი ღილაკების ვარიანტი, რაც წინაზეც გავიარეთ. აუცილებლად ფორმა უნდა გქონდეს, რომ დაკლიკება მივიღოთ. ანუ ამ შემთხვევაში აქ დავწეროთ გასვლა. ეს თქვათ logout-ი, ერთი წამით. logout-ი და name-ი რო logout-ია, აქ ხომ წერია login-ი და იგივე ვარიანტი იქნება რა. წესით logout-ს დაწერას ასე მარტივად დავიჭერ ისეთ. შემდეგ post-ი და შემდეგ ეს logout. ნუ აქ logout-ზე და წერა რომ დავიჭიროთ ნამდვილად თქვა echo-თი. ტესტი დავწეროთ ბოლოში. ესე იგი ამ ავტორიზაციის გვერდიდან მინდა logout-ის გაკეთება რა, ამ შემთხვევაში მე შეგვიძლია header-შიც გავიტანო. ნახეთ, გასვლა, ტესტი, ანუ ეს მუშაობს. და ახლა რეალურად რომ მოხდეს logout-ი. ამის თვის მე უბრალოდ უნდა დავწერო სესიის წაშლა. სესიის წასაშლელად აი აქ არის ფუნქცია. ნახეთ, sessions destroy. აი ეს ფუნქცია არის, ამას გადმოვიტან
დავწერ აი აქ ექოს მაგივრად sys destroy, ანუ განადგურება. და ამ შემთხვევაში სესია მთლიანად წაიშლება, აღარ იარსებებს. ნუ, პრინციპში შემიძლია ექოს დავწერო. თქვენ გამოხედით სისტემიდან, თქვა, თქვენ დით საიტიდან, თქვა. და ვნახოთ როგორი იმუშავებს. ანუ ამ შემთხვევაში home გვერდზე ხედავთ, რომ მოხმარებელი არის ნიკა გაგინიძე. ჯობდა აქვე გამეკეთებია ლოგაუთი ან სხვაგან, მაგრამ ნუ გადავიდეთ ავტორიზაციის გვერდზე, დავაჭიროთ გამოსვლას, თქვენ გამოხედით საიტიდან, გადავდივართ home გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია. ანუ ავტორიზაციას თავიდან გთხოვს რა. მოდით რაც index.php-ში დავწერი, ამდენი რო არ ვიწვალო. ამას დროებით login.php-შიც დავწერ, სადღაც ზემოთ, აი აქ, ერთი წამით. ანუ, გაიარეთ ავტორიზაცია. გავიაროთ ავტორიზაცია, თქვათ, ახალი მოხმარებლით, თქვათ ამით, 567 იყო პაროლი. და აი, საიტი როდესაც დარეფრეშდება, აღმოჩნდება, რომ ავტორიზაცია გავლილი გვაქვს. ერთი წამით, ოღონ აქედან უნდა დავარეფრეშოთ. და ეს საიტი თვითონ რომ დარეფრეშდეს, ან საერთოდ ავტორიზაციას რომ გაივლის, თავარ გვერდზე რომ გადავიდეთ, ამისთვის შეგვიძლია PHP-ის header-ი გამოვიყენოთ რა. უბრალოდ შემდეგ დავუწერთ ლოკაციას და გადავა სადაც ვეტყვით. აქ ახლა სხვა საიტზე გადაყავს. ჩვენ გადავიყვანთ, თქვათ, ან იგივე გვერდზე დავარეფრეშებიერთ, ან თავარ გვერდზე გადავალთ. ანუ ნახეთ. როდესაც ავტორიზაცია გაიარა, აი აქ ხო გაიარა ავტორიზაცია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, როგორც იქ ეწერა, header-ი, ბრწყალებში location, ორი წერტილი და თქვათ index.php. აქ წერტილზე დავასრულოთ. მოდით ამ შემთხვევაში გასვლა გავაკეთოთ და პრინციპში გასვლის დროსაც დავარეფრეშოთ გვერდი. ესე იგი. გასვლის დროს გვერდი რო არ დავარეფრეშოთ, თან გახვედით საიტიდან დაწერა, მაგრამ ნუ გიგან ესე წერია. ნესე წერიც. ამის მოგვარება შეიძლება იქვე რო დავარეფრეშო, ეგ მინდა. ესე იგი. ერთი წამით დავგუგლავ, ანუ PHP header location reload რა, ანუ reload-ი მინდა. უბრალოდ მეტი არაფერი, აი refresh-ი მინდა. აი პრინციპში ეს შემიძლია გამოვიყენო header refresh 0. და ნუ ეს ნიშნავს, რომ 0 წამში დარეფრეშდება. კარგით. მოდით დავწეროთ. ნუ ერთხელ დარეფრეშდება თან ამ შემთხვევაში. საიტიდან რომ გავედი, refresh-ი გავაკეთოთ. ახლა დალოგინებისას რაც შეეხება რა. უნდა გადამიყვანოს თავარ გვერდზე. გადამიყვანა და ნიკა გაგინიძე არის. აქაც აისახა ავტორიზაცია და გასვლას დავაწერ. საიტი დარეფრეშდა და უკვე მოხმარებელი გამოსული არის. მოკლედ ამ ვიდეოში ეს მინდოდა მეთქვა. იმედია ყველაფერი გასაგებია. თუ რამე კითხვა გაქვთ და კომენტარით ან მომწერეთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.